ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოცნების მაღალჩინოსნების დიპლომატიური პასპორტების მოქმედებას შეაჩერებენ. ოლიგარქის მსახურებს შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა დაჭირდებათ. სავიზო შეზღუდვას ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ელჩების დონეზე უკვე დაუჭირეს მხარი. უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა ევროპული გაერთიანების წარმომადგენლების პოზიცია ერთსულოვანია. ევროკავშირის ახალი შეზღუდვები არ ეხება ქართულ ხალხს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში გადაადგილების რეჟიმი უცვლელია. ევროპელმა დიპლომატებმა შეკრება უკვე დაიწყეს და უკვე კეთდება პირველი განცხადებებით. თათია წოწონავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენთ თათია. დიახ, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები უკვე იკრიბებიან. ეს არის 2025 წელს მათი პირველი შეკრება და ძალიან ბევრი საკითხი დაუგროვდათ განსახილველი, მათ შორის არის ბუნებრივია. პირველ საკითხად უკრაინის დახმარება ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობები და ბევრ საკითხთან ერთად მათ შორის ისინი იმშელებენ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით და ამას ადასტურებს თავად კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ტრადიციულად წარუძღვება დღევანდელ სხდომას. საქართველოს საკითხი მიმდინარე საქმეების ბლოკში არის დღეს განსახილველ საკითხებში და საქართველოსთან დაკავშირებით ვიცით უკვე ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა გასულ კვირას დაადასტურეს საბოლოო დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და დღეს უკვე ეს ოფიციალურად დაადასტურდება და 1 თებერვლიდან ამოქმედდება უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ 16 დეკემბერს მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შემდგომ უკვე ევროკომისიამ წარადგინა წინადადება და როგორც არის ტექნიკურად ყველა შტომ განიხილა, ასე ვთქვათ, ეს საკითხი ელჩების დონეზე დაადასტურდა და ახლა უკვე დღეს ოფიციალურად დაადასტურებენ საგარეო საქმეთა მინისტრები ამ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებოდნენ ამ სანქციებს, კვალიფიციური უმრავლესობა ამ საკითხზე უკვე არსებობს და წევრი ქვეყნები დღეს დაადასტურებენ ოფიციალურად ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ვიცით ის, რომ ასევე პერსონალურ სანქციებს ბლოკავს უნგრეთი და სლოვაკეთი და სხვა შორის დღეს საინტერესოა სლოვაკეთი რა პოზიციას დააფიქსირებს, მაგალითად სლოვაკეთი, რომელმაც ფიცოს მთავრობამ ვიცით, რომ დაკარგა უმრავლესობა სლოვაკეთში და რიგარეში არჩევნების ზღვარზე არის ახლა სლოვაკეთი. შესაბამისად, შესაძლოა ამ მხრივ ნახოთ პოზიციის ცვლილებაც კი, ნახოთ როგორ განვითარდება დღევანდელი დღე და საღამოს არის კაია კალასის ტრადიციული პრესკონფერენცია ჩანიშნული და საღამოს უფრო ბევრ დეტალს გავიგებთ. პერსონალურ სანქციებზე ვიცით ის, რომ მას შემდეგ რაც კონსენსუსი ვერ შედგა და სწორედ ეს ორი პრორუსული ქვეყანა ბლოკავს ქართული ოცნების პერსონალურ სანქციებას, ეროვნულ დონეზე იღებენ ქვეყნები გადაწყვეტილებას. გერმანიისგან ნახეთ ჩვენ 9 მაღალჩინოსნის დასანქცირება 31 დეკემბერს და სხვა ქვეყნებიც აპირებენ რომ გაიზიარონ ეს სანქციები. მათ შორის არის ვიცით რომ საფრანგეთი აპირებს ასეთი სანქციების დაწესებას. საგულისხმოა ის რომ საქართველოს პრეზიდენტი საულმე ზურაბიშვილი იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ პარიზში და ის შეხვდა ემანუელ მაკრონს და მხრივაც არსებობს მოლოდინი, რომ საფრანგეთი ძალიან მალე დააწესებს ამ სანქციებს და დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ქართული ოცნების რუსულ ქმედებებზე, რომელიც საჭიროებს აუცილებლად ხისტ რეაგირებას. ესეთი პირდაპირ იყო საფრანგეთის პირველი დიპლომატი. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა განცხადებები გაკეთდა სხდომის დაწყებამდე. ჩვენ დღეს განვიხილავთ სიტუაციას საქართველოში. ჩვენ უკვე დავაწესეთ ვიზა ლიბერალიზაციის შეზღუდვა დიპლომატიური პასპორტებისთვის. ჩვენ ასევე შევუჩერეთ ფინანსური დახმარება მთავრობას და ვაძლევთ ამ თანხებს არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა ყველაფერი ახლა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. Aux diplomates, aux officiels du gouvernement georgien. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის. ეს არის პასუხი იმ ძალადობაზე, რომელიც ხორციელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ქართველი ხალხი სისტემატიურად აფიქსირებს თავის სწრაფვას დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი და მათი ხმა უნდა იქნას გაგონილი. On the EU side, we have done certain actions. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ მივიღეთ გარკვეული ზომები, რომლებიც ცვლის სავიზო რეჟიმს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის. ისინი ვერ იმგზავრებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოთ, ასე რომ ეს არის წერტილოვანი ქმედება ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსური დახმარება აღარ წავა მთავრობასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და სააგენტოებზე. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს ხალხის ნებას. ლატვიაში ჩვენ სანქცირებულთა სიაში შევიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, ვინც დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობს. ასე რომ არის ზეწოლა და ასევე ევროკავშირის კარიერის ღია თუ ხალხის ნებას ოფიციალური პირები პატივს სცემენ.
About Georgia, we're going to have a point as well about Georgia. საქართველოში მოვლენები კარგად არ ვითარდება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ესტონეთმა წამოაყენა ინიციატივა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე. მე არ ვამბობ, რომ ეს ხვალვე მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. იმიტომ რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს ქვეყანა მიყავს არასწორი მიმართულებით. ისინი ატყუებენ საკუთარ მოსახლეობას და ეს მიმართულება უნდა შეიცვალოს. ესტონეთი მომხრია უფრო მკაცრი ნაბიჯების. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს მთავრობა ამბობს, იმიტომ რომ კარგად ვხედავთ რა ხდება რეალურად. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გზას, რათა მეტი გადაწყვეტილებები მივიღოთ საქართველოზე. ევროკავშირში ამ დროისთვის რისი ერთობლივი გადაწყვეტაც მოხერხდა, ეს არის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს სრულ კონსენსუსს, ანუ 27-ვე სახელმწიფოს თანხმობას, მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობა არის საჭირო და ეს გადაწყვეტილება 1 თებერვლიდან უკვე ოფიციალურად შევა ძალაში, რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, აქ უფრო რთულად არის საქმე, ვინაიდან 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა ჭირდება პერსონალურ სანქციებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ვიცით, რომ ძალიან ბევრს ევროკავშირში სურს ქართული ოცნების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება და ეს ცხადყო თავად კაია კალასის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ ინიცირებამ ამ საკითხის 16 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე, თუმცა უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავს ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა შესაძლოა მათ შეიცვალონ კიდეც გადაწყვეტილება, ვინაიდან ასეთი ვეტოები მათ ზოგადად ძალიან ძვირი უჯდებათ ხოლმე და ევროპარლამენტიც მოუწოდებს აღმასრულებელ რგოლს, რომ იყვნენ უფრო ხისტი მათ გადაწყვეტილებებში, ვინაიდან სანამ ევროპა ფიქრობს როგორ და რა დაუპირისპიროს ქართულ ოცნებას, რუსეთი მოქმედებს და საჭიროა ახლა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის პერსონალური სანქციები და მკაფიოდ ახალი არჩევნების მოთხოვნა ქართული ოცნებისთვის და საინტერესო იყო ევროპარლამენტის სხდომაზე სხვათა შორის ის, რომ ევროკომისიის წარმომადგენელმა ევროკომისარმა პირველად ახსენა ახალი არჩევნები, როგორც ამ კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის მხრიდან ასეთი შეთავაზება გაკეთდა.